იპოთეკური დავალიანების მქონე პირები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, მათ ცოცხალი ჯაჭვეჭერის მთავრობის შენობის წინ შეკრეს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. თვეების განმავლობაში კი ისინი ხელისუფლებისაგან მხოლოდ დაპირებებს ისმენენ. როგორც შეკრებილები აღნიშნავენ, შექმნეს საინიციატივო ჯგუფი მზრუნველი და ქუჩის გამოკითხვებს აწარმოებენ, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მიმართ მოსახლეობის განწყობა გამოიკვეთება. აქციას მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა არჩილ ხაბაძის განცხადებით, საკითხის შესწავლა დასრულების სტადიაშია და კონკრეტული გეგმა თუ როგორ შეიძლება გადაჭრას მოსახლეობის პრობლემა 1 ივნისისთვის გახდება ცნობილი. არჩილ ხაბაძემ ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ქობულეთის მცხოვრებთა პრობლემები განიხილება. ჩვენ მივაწვდინოთ გვინდა ხმარო ეს გამოკვლევები, რასაც ამბობენ, არის ტყუილი. სინამდვილეში აჭარაში, რასაც ხედავთ, ეს მასა ფაქტიურად 7 თვეა დადის. ესე გამოდის მეც ეს პრობლემები არ აქვთ და შეუძლია მთავრობას რომ ბოლო ამ ხალხს უშველოს. 1 ივნისამდე ჩვენ დავდეთ იმ პროექტს, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმ ბანკთან, რომელსაც ჩვენ ვითანამშრომლობთ ამ კუთხით, კერძო იპოთეკარების და ფინანსურ ორგანიზაციებთან დაფიქსირებული სესხის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, დეტალების დაზუსტება, პირობების შეთანხმება და პლუს ბანკთან არსებულ სესხებს ისევ ბანკებს უნდა დაველაპარაკოთ, რომ იმათმა გადაუფარონ ეს და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ.